ოცნება დამარცხებული იქნა საკუთარ მოედანზე, ამ კომისიას ფაქტობრივად დაესვა წერტილი, ეს კომისია არის გუშინდელი დღის მიერ ქმედ უუნარო და იმპოტენტი. ტექსტს აგიკითხავთ. პოლიტიკური პლურალიზმი წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილია აზრთა, შეხედულებათა, ღირებულებათა მრავალფეროვნება, სადაც კონკრეტულ ჯგუფებს აქვთ შესაძლებლობა და თავისუფლება გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში. დემოკრატიასა და პლურალიზმს შორის კავშირი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რამდენადაც სწორედ დემოკრატიის მოთხოვნაა თითოეული ადამიანი საკუთარი განსხვავებული შეხედულებითა და ღირებულებებით თავისუფლად დაუკავშირდეს ხელისუფლებას, მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს მართვის პროცესში ცენტრალურ თუ რეგიონულ დონეზე. პლურალიზმი საკუთარ თავში გამორიცხავს მხოლოდ ერთი ჯგუფის შეხედულებისა თუ ღირებულების დომინირებას საზოგადოებაში სხვათა დუმილის ხარჯზე. თუმცა ამის იმისთვის, რომ პოლიტიკური პლურალიზმი იქნეს უზრუნველყოფილი, აუცილებელია ქვეყანაში შეიქმნას გარემო, რომელიც პირველ რიგში მისი არსებობის საშუალებას იძლევა. ხომ არ იცით, ვინ არის ავტორი ამ ტექსტის, ხო არ გეცნობათ, ვინმე ეს ხო ვერ გაიხსენებთ? თომას ჯეფერსონი? არა, თქვენ ხართ ბატონო ძაძა, მომხსენებელი მოსამართლე იყავით ამ საქმეს. მადლობა. შევადარეთ.